კოლეგებო, მოგესალმებით. კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. თავდაპირველად საორგანიზაციო საკითხებსაც შეეხება. მიმდინარე კვირას ჩვენ არსებული დღესასწაულიდან გამომდინარე და კანონპროექტების რაოდენობიდან გამომდინარე დაგვჭირდება ალბათ 2 სასესიო დღე, სამშაბათი და 4 შაბათი. ეს ერთი საკითხი, მეორე დღესასწაულითაც გათვალისწინებული არის ჩემი წლიური ანგარიში. ხვალ სამშაბათი არის, ფრაქციებთან მქონდა კონსულტაცია და შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ განცხადებებსაც შეეხება, რაც ტრადიციულად სამშაბათი რითაც იხსნება სხდომა, რომ გადავიტანოთ 4 შაბათზე და ხვალ 12 საათზე იყოს წლიური ანგარიში. წლიური ანგარიშის შემდეგ უკვე დავიწყოთ კანონპროექტების განხილვას. მათ შორის გვაქვს რამდენიმე დაჩქარებული კანონპროექტი, რომელსაც უკვე 4 შაბათს მეორე და მესამე მოსმენით განვიხილავთ და როგორც ვთქვი, 4 შაბათს დილით 12 საათზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური განცხადებებით გავხსნათ სხდომა და მინდა მადლობა უთხრა ყველა ფრაქციას ამ მხრივ თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება დღის წესრიგს, განსახილველ საკითხებში გვაქვს პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მოქცევის კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, ვაჟისა და ღვინის შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, სარკინიგზო კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, ფაქტორინგის შესახებ კანონის პროექტი მეორე მოსმენით, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ასე შემდეგ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, საჯარო დაწესებულება შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, შრომის კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსში კვლავ პირველი მოსმენით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი პირველი მოსმენით. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, შემოსულია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი. ინიციირების ეტაპისთვის დასკვნები დადებითია, დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი ინიციატორებისგან საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი და ეკონომიკური პოლიტიკის სავალდებულო თუ ბიუროს სხვა გადაწყვეტილებას არ კი ბატონო, გთხოვთ გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განხილვაზე. მადლობთ. დიახ. ბატონ თავმჯდომარე, გამომდინარე იქიდან რომ დაჩქარებული წესით განიხილება აღნიშნული კანონპროექტი ხომ არ უმჯობესი რომ წამყვანი კომიტეტი განისაზღვროს ერთი საფინანსო საბიუჯეტო სავალდებულო კომიტეტის გარეშე. თქვენი კომიტეტი არ არის არც ერთი. კი, უბრალოდ თავას, სტანდარტულად როგორც არის. არც საფინანსო ხომარჯობია ეკონომიკური პოლიტიკის არის თავად კომიტეტებს არ აქვთ ინიციატივა და განიხილვა. კარგით, ამ ჩვეულებრივად გავყვეთ ორი კომიტეტი. შემდეგ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ის ჩვეულებრივი წესით მიდის. დიახ, გისმენთ ბატონო. აქ ერთი საკითხი მექნება, ეს ინიციატივა არის ტექნიკური ცვლილება, მოგეხსენებათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იყო წამყვანი კომიტეტი, როდესაც იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ცვლილებების პაკეტს განვიხილავდით და როდესაც ინიცირებული ქონდა, მაშინ არ იყო დღის წესრიგში საბჭოს გაუქმების თემა. შემდეგ უკვე როდესაც განხილვების დროს საბჭოს მებას დაუჭირეთ ხარი და ასე უყარეთ კენჭი ამ საკითხს, აუცილებელი გახდა საბიუჯეტო კოდექსში შესულიყო ერთი ცვლილება, რომელიც ამ საბჭოს გაუქმებას უკავშირდება, ხოლო მის ჩანაწერს რაც ეწერა, რომ იურიდიული დახმარების საბჭო განიხილავს ბიუჯეტს იურიდიული დახმარების სამსახურისას, აი ის ცვლილება შედის მხოლოდ რომ უკვე აღარ განიხილავს საბჭო. ანუ ხო, საბჭოს გაუქმების არის და ამიტომ მე ინიციატივით შემოვალ, თან დაჩქარებულით არ განვიხილავთ ამას, იმიტომ რომ მოდის ანუ ამოქმედების ვადებს ესადაგება და ამიტომ ხომარჯობია რომ ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი იყოს წამყვანი ამ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ერთმა კომიტეტმა გააროს თუ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტსაც არ ექნება. ხო. კი ბატონო, ეს ნიადადება შემომაგ ბიუროს კი ბატონო, ადამიანის უფლებათა კომიტეტს დავაწერეთ მაშინ ეს კანონპროექტი, ვინაიდან კავშირში არის წინ აქამდე მიღებულ კანონთან.
კარგი, შემდეგი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონში ცვლილება. აქაც დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი პაკეტი ორი კანონპროექტისგან შედგება, შესაბამისად თემატურად ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი სავალდებულო საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი რეგლამენტიდან გამომდინარე. ბატონო, გთხოვთ აქაც გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განხილვის შესახებ. მადლობა. შემდეგი ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსის ცვლილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ბატონო, შემდეგ ზოგადი განათლების შესახებ კანონის ცვლილება. აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა წამყვანი კომიტეტი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. კი, ბატონო, გთხოვთ დაჩქარებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მადლობა. შემდეგი ადამიანის სისხლისა და მის კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილება. პაკეტი. ეს კანონპროექტიც დაჩქარებული წესით მოითხოვეს რომ განხილული იყოს თემატურად წამყვანი კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტი სავალდებულო დასკვნისთვის ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო საბიუჯეტო. კი, ბატონო, ესეც დაჩქარებულია, ხო? გთხოვთ აქაც გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განხილვაზე. მადლობა. შემდეგი დაზვერვის სააგენტოს შესახებ კანონში. აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა წამყვანი კომიტეტი თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი. მადლობთ, აქაც გადაწყვეტილება დაჩქარებულზე. მადლობა. ორი საორგანიზაციო საკითხი არის, ინფორმაციისთვის წარმოდგენილი არის ლობისტების ანგარიში, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. სხვა საკითხები თუ არ არის, ხვალ ბიურო დაგჭირდება, 12-ზე დააგდება 15 წუთი ბიურო ჩავატაროთ და შემდეგ 12 საათზე დავიწყებთ უკვე წლიური ანგარიში და შემდეგ ამ პროექტების განხილვით. დღევანდელი ცნობა დახურულია.